ესეც ამანათი, რომელიც დედაჩემს გამოუგზავნეს საჩუქრად, აფხაზეთის აჯიკა, ახლა დავაგემოვნებთ. გავხსნით აგერ. გამოიყურება ჩვენი აჯიკები. ძალიან გიგილად გამოიყურება და ახლა გავხსნით და დავაგემოვნებთ. ეს არის ნიგზიანი, ხო? ჰა, მიდი ამერია. აი, ასე გადოს. ერთ სამას და ეს არის მე მგონია მწვანე. ჯერ მომეცი იგი გამასინჯე. ეს ამენი სკელი ახლა აფერი ჩავკბი. ჩაგბიჭე კაცო. ასე გემრიელად გამოიყურება. მინდა. გემრიელია. ყველას თუ არ დააგემოვნებ, ეგ არა აუცილებელი. გავიჭა. ავარი იყო. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ნარგიზამ, ქალბატონი ნარგიზა სამზარეულოდან. აგერ შენი ქალბატონი. შობას მორჩენილი ყური და ფეხი და რაღაცა ტუჩის ნაწილი გადაწყვიტა დედაჩემმა დღეს მოხარშოს და აგერ ასე გამოიყურება გემრიელად. თვითონ ეგერ ჭადს ზელს, ყვითელს, აგერ ნეშო გამზადებული აქვს შკერის ფოთოლი და დავაწყობთ უგემრიელეს ჭადებს და მივირთმევთ აგერ ხორის ხორცთან ერთად. დაკვირიხინდა, დაკვირიხინებულია ჭადონიერი. აგერ ნახეთ. ესე ჩემი ულუფა დღეს. კიდე რა შევჭამ. მინო უნდა დაუსტაიას. ხო. მეც დამისხი დედა ღვინო. უნდა დავლიო ღვინო. და უნდა დავთვრე. მე ვიცი, მოვდივარ ორატორების ხასიათს. ეს არის ტყის მაყვალი. ასე დედაჩემი ხილს ცელოფნებში აწყობს, როცა არის დრო, ხო და ყველაფერს აწყობს მაცივაში, საყინულეში და ასე მერე გამოიღებს და ჩაყრის კასრულში, მოხარშავს და შუა ზამთარში გვაქვს ხილის კამპოტები. უგემრიელესი, თან ბევრი შაქარს არ უშვება, ცოტას უშვება ძალიან, რომ ჯანმრთელობისთვის იყოს სასარგებლო. ასე გადავწყვიტეთ ბანკაში გაკეთებულ კამპოტებს ეს ჯობია. უფრო კაი არის ჯანმრთელობის. ой, მეგობრებო, დღეს დიეტამ ოფიციალურად დაისვენა. ქათმის გულღვიძლით თავის საქმეს აკეთებს. ტოლმა ვაზის ფოთოში მშვიდად არის აგერ გახვეული სახში ისეთი სუნია, მეზობლები გვიძახიან, რა ხდება მაქანაო. ასეთი საჭმელი ჩქარა არ იჭმება. უყურებ, ტკბები და მერე ჯდები და ბედნიერად მივირთმევ. ისეთ ხარისხიან ვიდეოს ვერდებ, როგორც საჭიროა, მაგრამ ნელ-ნელა დავხვეწავ. კარგ ხასიათს გისურვებთ და კარგ მადას, რაც მთავარია.